მასჯობ. გამარჯობა, მე ვარ დავითი. მე კი ანე, ჩვენ აგრეთვე ერთად მუშაობთ პროექტ დაგდრაივზე. ამასთან ერთად ორივეს გვაინტერესებს ასტრონომია, ფიზიკა და ზოგადად სამყაროში მიმდინარე საინტერესო მოვლენები. დღეს ამ მცირე შესავლით სტარტს იღებს ჩვენი ახალი საინტერესო და შემეცნებითი ინტერნეტ გადაცემა ვაკუუმი. მე ისევ როგორც თქვენს უმეტესობას სკოლაში მასწავლეს რომ მზის სისტემაში გვაქვს 9 პლანეტა. ესენია მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, სატურნი, იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. თუმცა მე ისევ როგორც თქვენ მოგვატყუეს. საქმე იმაშია რომ ასტრონომები ერთხმად შეთანხმდნენ, დაუწუნეს პლუტონს გაბარიტები და პლანეტების რიგიდან მოკვეთეს. არა, არ გეგონთ რომ პლუტონი თლად დაჭექეს, ის უბრალოდ მიეკუთვნება ჯუჯა პლანეტათა კატეგორიას. ხო, და კიდევ ერთ შეცდომაზე გეტყვით. თუ ოდესმე დაფიქრები ხართ, რატომ არის რომ უმეტესობა პლანეტა ცისფერი არის? არა, ისეთი არაფერი, ეს უბრალოდ ხატვის ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ამ პლანეტათა გამოსახულებები დღესდღეობით ჩვენთვის კვლავ უცნობია. კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები კონსტანტინ ბატიგინი და მაიკლ ბრაუნი აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს მე-9 პლანეტა. ის დედამიწიდან კიდევ 90 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. წარმოიდგინეთ, ეს იმ ხელამანძილია, რომ მზის გარშემო ბრუნს დაახლოებით 15000 წელს ანდოებს. პლუს-მინუს 5000 წელი. პროფესორებს ვარაუდით, ის დედამიწაზე 10-ჯერ მასიურია, სხვა მონაცემები კი სამწუხაროდ არ აქვს. ჩვენ ფიზიკას ვსწავლობთ, რადგან მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ პრაქტიკულად და ზოგიერთი ამოუცნობი მოვლენა მის წყალობით ავხსნათ. მაგრამ კოსმოსში ჩვენი ფიზიკის ცოდნა უძლურია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, კოსმოსი ძალიან ღრმად უკურთხებია ჩვენს მოლოდინებზე. ვინაიდან იქ ზემოთ ყველაფერი თავის ცხოვრებით ცხოვრობს. კოსმოსი გამოკვლეულია 2-3%-ით, არც კი. მეცნიერები ყოველდღე აღმოაჩენენ ხოლმე ახალ ობიექტებს, მაგრამ ინტრიგა იმაშია, რომ კოსმოსს ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენი გაოცება. მაგალითად, ტელესკოპმა კეპლერმა სხვა სისტემაში აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც თავის მზესთან 15-ჯერ უფრო ახლოს არის, ვიდრე მერკური ჩვენ მზესთან. ამ პლანეტას პირობითად გლიზე 436b უწოდეს და იგი ერთი შეხედვით ნეპტუნს წააგავს. გლიზე 436b მთლიანად ყინულითაა დაფარული. როგორ თქვენ მიკითხავთ? ყინულით? მაგრამ სტოპ, მოდი ის ვიკითხოთ. ამ ყინულს რომ შევეხოთ, რა მოგვივა? დაიწყებით. დიახ. თქვენ უბრალოდ ავორთქლებთ ამ პლანეტაზე რომ მოხვდეთ. დედამიწაზე ყინულის დნობას იწყებს 0 გრადუსზე ზემოთ. იქ ყინული 300 გრადუსამდეც აღწევს. საქმე იმაშია, რომ გლიზეს იმდენად ძლიერი გრავიტაცია გააჩნია, რომ წყალს ზემყარ მდგომარეობაში პრესავს. არსებობს აგრეთვე პლანეტა სახელად WASP-12b, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უბედური პლანეტაა. რატომ? იმიტომ რომ WASP-12b თავისი მზის განბაზვის ხვერპლი აღმოჩნდა. მას თავისი მზე 6 მილიარდი ტონა წამის სისწრაფით ჭამს და ახლა უკვე აბსურდულ ზომებამდე ყავს დაყვანილი. და ამ ეს მოგიყევით, მას ავარდოთ 100 ტონა კიდე შემოაჭრა. აი, კიდე. აწყალ. ალბათ ყოველივე თქვენგან სმენია შავ ხვრელებზე, მაგრამ გამოტყდით, ვის გსმენიათ შავ პლანეტაზე. შენ? იქნებ შენ? არავის, ხო? ტრეს 2b არის ნახშირზე შავი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა თავის მზესთან საკმაოდ ახლოს არის, მის ზედაპირი კი 1000 გრადუსზე მხურვალე არის და წესით მასზე აღმოჩენა ჯოჯოხეთზე აღმოჩენის ტოლფასი უნდა იყოს. პლანეტა უბრალოდ ახერხებს, რომ მზის სინათლის 99%-ზე მეტი შთანთქოს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, თვითონ ტრეს 2b-ის ატმოსფერო შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომელიც ამ სინათლეს ახშობს. 55 კანკრიე პლანეტა, რომელიც დედამიწაზე ორჯერ დიდია, 30% ალმასებისგან შედგება. კი, ალმასები. წარმოიდგინე, ის არავისი არა, ამავდროულად ყველასია. მოკლედ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წახვიდე და წამოიღო რამდენიც გინდა. ცუდი ისაა, რომ ჩვენ და 54 სინათლესზეა დაშორებული. მაგრამ ეგეც არაა პრობლემა. ყველა მოცემ ასტეროიდების სავსეა მინერალებითა და მეტალებით. თითოეულ ასტეროიდზე რესურსების გარკვეული მარაგია. მაგალითად, გასულ წელს დედამიწას ჩაუვარა ასტეროიდმა, რომელიც პლატინით იყო სავსე. მეცნიერების გამოთვლით 22 ტრილიონი დოლარი ასე უბრალოდ გამოგვეცალა ხელიდან. დღეს კი 45 კანკრიე შეფასებულია როგორც 20 ნონილიონ დოლარად. წარმოიდგინე, 1 ნონილიონში არის ერთიანი და სულ რაღაც 30 ნული. ნახე, ვარსკვლავი ჩამოვარდა, მოასწარი და ნახვა? ხშირად მოვისმენთ მოწმენდილ ცას, როცა უცხეთ კომპანიაში, მაგრამ რეალურად ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვს ვარსკვლავი რომ ჩამოვარდეს, რა მოხდება. ნუ მაინც ჩვენ შევეცდებით რეაქცია გაჩვენოთ.
ვარსკვლავი. ეგესაც და ვარსკვლავი ეს არის წარმოუდგენლად დიდი სხეული. ჩვენი მზეცხო ვარსკვლავია და მას შეეტევა 1,400,000 დედამიწა. და ის საერთოდ არ არის ყველაზე დიდი ვარსკვლავი. სინამდვილეში ამ დროს ჩვენ ხედავთ კომეტას, რომელიც ატმოსფეროში შემოიჭრა და თანდათან იწვის. არა, ისე კი მართლა არსებობს მფრინავი ვარსკვლავები, რომელთა სისწრაფე 1,000,000 კილომეტრი/საათში არის და მზეზე არჯერ მასიურია. ასეთ სისწრაფით მათ შეუძლიათ ერთი galaktikიდან მეორე galaktikაში თავისუფლად გადაადგილება. რა შეუძლია ასეთ სისწრაფეს? მეკითხებით კიდეც? ელემენტარულად ვარაუდოთ ასეთმა ვარსკვლავმა დედამიწას ახლოს რომ ჩაუფრინოს, სამუდამოდ აურევს ორბიტას. დედამიწა მოშორდება მზის სისტემას და თავის დღეების ბოლომდე იქნება მარტოსული. როგორც ხედავთ, კოსმოსის სავსეა ამოუცნობ პლანეტებით, აუხსნელი მოვლენებით და დღე არ გავა ისე, რომ არ გაგვაუცოს. მაგრამ ყველაზე საინტერესო და ამასთან ერთად შემზარავი ისაა, რომ რაც ჩვენ ვიცით, ეს მხოლოდ 0.1%-ია და თავად წარმოიდგინეთ, რა შეიძლება გველოდეს ამ საზღვაო სივრცეში. კი, პლანეტები დედამიწიდან შორსაა და მათი გამოკვლევა ასტრონომიულ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ არის დედამიწაზე ისეთი ადგილი, რომელიც კოსმოსზე ნაკლებად არის ათვისებული. ანუ რეალურად ჩვენ ვცდილობთ გამოვიკვლიოთ ის, რაც ჩვენთვის ძნელად მისაწვდომია და რაც ხვი წინ გვაქვს, რატომღაც ყურადღებას არ ვაქცევთ. თუ რაზეა საუბარი, შემდეგ ეპიზოდში გაიგებთ. ასე რომ გამოეწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, ჩვენ შევეცდებით რომ ყოველკვირეულად დავდოთ ახალი ვიდეოები და ასევე დაალაიქეთ ჩვენი Facebook გვერდი, სადაც ყოველდღიურად დაიდება ახალ-ახალი პოსტები. ალო, დროებით.